მაშ ნუ დავღონდებით, როდესაც დავინახავთ, რომ ცოდვილები აქ არ ხეინა ცხოვრობენ, არამედ თავად გასაჭირში ჩავარდნილებმა გავიხაროთ, რადგან ეს ცოდვათა გამოსასყიდია. ნუ ველვდით ნუგეშს, რადგან ქრისტემ თავის მოწაფეებს მწუხარება აღუთქვა. პავლე ამბობს, ყოველთავე, რომელთა ნებავს ღვთისმსახურებით ცხოვრებაი, ქრისტე იესოს მიერ იდევნენ. არც ერთი ქველი მეომარი ბრძოლის ველზე არ მოელის აბაზანებსა და ნუგბარს, დაზნექიო სუფრებს. ეს მეომრის კი არა, გაზულუქებული მდიდრის ცხოვრება. მეომარი იბრძვის მტვერში, გაოფლილი მწველი მზის სხივებს ქვეშ, ნაკლუნევანებასა და სიზნელეებში. ეს ომისა და შერკინების ჟამია.